სამამშვიდობის დღევანდელ ვექტორში ვისაუბრებთ კვლავაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ მნიშვნელობაზე, რეგიონალურ ინტერესებზე და საერთაშორისო კონტექსტში განვიხილავთ შექმნილ მდგომარეობას. მოგეხსენებათ 12 მარტს აფხაზეთში ჩატარდა ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა დაინიშნა მეორე ტური და რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობა სულაც არ აღიარებს ამ არჩევნებს. ეს არის ერთი თემა, თუმცა არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩემის აზრით თემა, რომელზეც ვისაუბრეთ დღეს მე და ჩემი კოლეგა, ეს არის 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირების თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ სწორედ 2011 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად უნდა გაიხსნას გეოგრაფიულ რამდენიმე ლოკაციაზე საბაჟო ადმინისტრაციების რამდენიმე ერთეული. სწორედ ერთ-ერთი სერიოზული თემა, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, იქნება ესეც, მოგეხსენებთ, მარტის ბოლოს კიდევ ერთი მოლაპარაკებათა რაუნდი დასრულდება. გარდა ამისა, გარდა იმისა, რაც თქვა გიორგიმ, ჩვენ ვისაუბრებთ ბოლო პერიოდში ძალიან ფართოდ გავრცელებულ ხმაზე თუ ინფორმაციაზე იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გაიხსნას აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალი, უпроსტად ის მაგისტრალი მიუერთდეს დანარჩენი საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთს, ვიდრე სომხეთამდე და შესაბამისად ტვირთების მიმოსვლა აღდგეს, რაც არ აღდგა რა, გიორგი მოგეხსენება შენს, არ ყოფილა 90-იანი წლებიდან ჩაიკეტა ეს რკინიგზა, ვიდრე სომხეთამდე რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. დადასტურებულია თუ არა ეს ინფორმაცია ცხადია, დადასტურებული არ არის, თუმცა რასაკვირველია, საინტერესოა, რატომ იყო ჩამოსული სომხეთის პრემიერი საქართველოში, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ესე რომ ამბობენ ხოლმე კულისებში, თუმცა რეალურად გარდა იმისა, რომ ოფიციალური მხარეები ღიად აცხადებენ მოლაპარაკებების შინაარსს, ბუნებრივია ისევე როგორც ყველა სხვა მოლაპარაკებას ახლავს ეგრეთ წოდებული არამედიისთვის გახმიანებული თემები. ვიდრე ამ თემაზე გავაგზავნებდით საუბარს სომხეთის კონტექსტში, მე მინდა გიორგი შენს და მაყურებელსაც წარუდგინო გრაფიკა, რა ურთიერთობები აქვთ სომხეთს და რუსეთს, ორ სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენს რეგიონში. 97 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა მათ შორის ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. სომხეთი რუსეთისთვის არის ერთის მხრივ დამოუკიდებელ სახელმწიფო და თანამეგობრობის უცვლელი სახელმწიფო, რომელიც არათუ არ გადის, არამედ პირიქით ცდილობს, რომ იყოს განამტკიცოს SNG წოდებული დამოუკიდებელ სახელმწიფო და თანამეგობრობა, მეორეს მხრივ ODKB-ს წევრი სახელმწიფო, რომელიც სულ უფრო მეტად აძლიერებს რუსეთის მიერ შექმნილ ამ ორგანიზაციას. ხოლო რუსეთი თავის მხრივ სომხეთისთვის არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი, საექსპორტო პროდუქციის 70% გადის სწორედ რუსეთის ბაზარზე, სომხეთის ტერიტორიაზე კი განთავსებულია რუსეთის 102 სამხედრო ბაზა. ეს უკანასკნელი, გიორგი, შენ ამყვები ამ საუბარში ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში. 2016 წლის ნოემბერში მაგალითად სულ ახლახან გამოცხადდა, რომ შეიქმნება რუსეთ-სომხეთის გაერთიანებული შეიარაღებული ძალები კავკასიის რეგიონში, რომელთა მიზანიც იქნება კოლექტიური უსაფრთხოების დაცვა. ხელშეკრულებას ხელი სომხეთის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა მოვაწერეს. მნიშვნელოვანია, რომ სომხეთ-ირანის და სომხეთის-თურქეთის საზღვრებს აკონტროლებს სწორედ ეს ერთობლივი შეიარაღებული ძალები. ვთქვათ ესე, ეს მნიშვნელოვნად აძლიერებს რუსეთის მონაწილეობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ვფიქრობ, არის გამოწვევა მთლიანად რეგიონისთვის, კავკასიის რეგიონისთვის. მე გავაგრძელებ საუბარს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი არის რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობა, თუმცა აქ არის ერთი მომენტი, რასაც თვალნათლივ შევესწარეთ კიდევაც უყველა, ეს არის დაძაბულობა მთიან ყარაბაღში. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანმა დაიკავა კიდეც რამდენიმე პოზიცია, ვერ ავწდებით მთიანი ყარაბაღის თემას. ფაქტია, რომ მთიანი ყარაბაღში რუსეთის როლი იყო აბსოლუტურად განსხვავებული, მათ შორის სწორედ სომხეთის ინტერესების ჭრილში, ანუ აზერბაიჯანმა მოიპოვა გარკვეული უპირატესობა ბრძოლის ველზე, შესაბამისად მივიღეთ ის სურათი, რა სურათიც მივიღეთ. თუმცა ეს არის კიდევ ერთი საკითხი და არის მეორე საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის მოგეხსენებათ გასულ თვეში თებერვალში შედგა აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებები. მედიისთვის მიცემულ კომენტარში მე მინდა ამოვიკითხო რამდენიმე დეტალი. კარასინმა, რომელიც რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილეა, აღნიშნა, რომ საუბარია სამ კორიდორზე, ანუ საუბარი არის მთლიანად, რომ წარმოვიდგინოთ სურათი, ეს არის 2011 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულება, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიწა უფლება რუსეთს გამختارიყო ეს უკანასკნელი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, შესაბამისად სანაცვლოდ უნდა ყოფილიყო ჩამდგარი საერთაშორისო დამკვირვებლები რამდენიმე პუნქტში.
სპეციალურად იქნა შერჩეული კოორდინატები და არა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულ პოლიტიკურ და სტატუსებთან დაკავშირებით აცდენას ჰქონოდა ადგილი ან ნეიტრალური მიდგომა დაფიქსირებული იყო და რაზეა კონკრეტულად ამ შემთხვევაში რა კორიდორებზე არის საუბარი. ერთი კორიდორი იწყება სოჩში, გადის აფხაზეთზე და სრულდება ზუგდიდში. მეორე კორიდორი იწყება ჩრდილო ოსეთის სოფელ ნართან, გადის ცხინვალის რეგიონზე და სრულდება გორში. მესამე კი ზემო ლარში საკონტროლო გამშვებ პუნქტ ყაზბეგში. საბაჟო პუნქტების ოპერატორის როლს თბილისსა და მოსკოვის შეთანხმებით ითამაშებს შვეიცარიული კომპანია SGS, რომელიც ინსპექტირებისა და სერტიფიცირების დარგებში სპეციალიზდება. კარასინის თქმით, აქაც ციტატა, მარტის ბოლოს შვეიცარიელები ჩავლენ მოსკოვსა და თბილისში, რომ დასრულდეს მოლაპარაკებები პირველ რიგში იმის თაობაზე, თუ სად უნდა განლაგდეს საბაჟო პუნქტები 2011 წლის შეთანხმებებში მითითებული იყო კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მხოლოდ გეოგრაფიული კოორდინატები. ანუ ირაკლი, გვაქვს სამი კორიდორი, იქნება სამი კორიდორი, უпростоრეთ, რა თქმა უნდა, საუბარი ამ ეტაპზე არ არის რკინიგზის მონაკვეთზე, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ სამ მიმართულებაზე არის საუბარი. აქ კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, მეტია, რა თქმა უნდა, ბევრია, რა თქმა უნდა, ამ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით ჩავშლით კიდევაც ჩვენ საუბარში და კითხვებს უკვე სტუმარსაც და არ დაგვავიწყდეს გიორგი შენახსენე სამი კორიდორი და არ დაგვავიწყდეს მეორე კორიდორი, რომელიც გულისხმობს ჩრდილოეთ ოსეთში დაწყებული სოფელი ახსენე შენ და ვიდრე გორამდე ამ კორიდორს გეოგრაფიული წერტების მიხედვით რო ვიბჯელებთ ესე, ცხადია კოორდინატების მიხედვით უპირველე წყოვლისა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის ვიდრე სტუმართან გადავალთ, გადაცემის ამ ნაწილის ბოლო მონაკვეთში. ახსენე სომხეთი და რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანი არის თავად სომხეთის ინტერესები, პრემიერ-მინისტრი გახლდათ აქ, იყო სპეკულაციები რკინიგზასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ არის ფაქტი, რომ 102 სამხედრო ბაზა, რომელიც მდებარეობს გიუმრიში, სასიცოცხლოდ მის ინტერესებში არის, რომ კონდეს მომარაგება ხმელეთიდან, მოგეხსენებთ, ამჟამად მისი მომარაგება მხოლოდ ჰაერით ხორციელდება, ამიტომ ნახოთ ჩვენი სიუჟეტი, რომ კიდევ უფრო დეტალურად გავეცნოთ არსებულ გიუმრის ბაზაზე, ხო? გიუმრის ბაზასთან დაკავშირებით. გიუმრის სამხედრო ბაზა სომხეთის ჩრდილოეთით საქართველოს საზღვართან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. ბაზა რუსეთის შეიარაღებული ძალების ამიერკავკასიის დაჯგუფებისა და დსთ-ს ერთიანი საჰაერო თავდაცვითი სისტემის შემადგენელი ნაწილია. ავიაგამანადგურებლები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, არტილერია და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, მძიმე ჯავშანტექნიკა და 6000-მდე სამხედრო მოსამსახურე ეს საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ნებისმიერი სამხედრო ბაზისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომარაგების გზები. რუსეთ-სომხეთთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია და გიუმრისად შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ საჰაერო გზით თუ მოამარაგებს, რაც არც თუ უსაფრთხოა და ამასთანავე მეტ ხარჯთანაც არის დაკავშირებული. სახმელეთო გზა საქართველოზე გადის და შესაბამისად წვავედგება შეკითხვა, როდის და რამდენჯერ შეიძლება დასჭირდეს შევსება 102 სამხედრო ბაზას, რომელიც სომხეთში ოფიციალურად 2054 წლამდე დარჩება. 2054 წლამდე დარჩება აკი აღნიშნა კიდეც სიუჟეტის ავტორმა და ჩვენ ვსაუბრობთ ერთის მხრივ ცხადია რკინიგზაზეც, მაგრამ უფრო გიუმრის ბაზის მომარაგების კონტექსტში ვიკიპედიაში, რასაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე, წერია შემდეგი სიტყვები გიორგი, მხარეებს შორის, ანუ რუსეთსა და სომხეთს შორის, სატრანსპორტო თანამშრომლობის ნორმალიზების აუცილებლობიდან გამომდინარე, მხარეები მუშაობენ აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესაძლებლობაზე. გაგიკვირდებათ და აფხაზური საზოგადოება უფრო ჩვენი პარტნიორია ამ შემთხვევაში, ესე ვილაპარაკობ უბრალოდ რკინიგზის აღსნა აღდგენის მოწინააღმდეგეა და შესაძლოა იქცეს პარტნიორად. ორი მხარე, დავარქვათ ესე, სომხური და რუსული არის დაინტერესებული რკინიგზის აღდგენით, თუ მაინც და მაინც რკინიგზაზე ვისაუბრებთ, ხოლო აფხაზური და ქართული საზოგადოების უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ამის მოცემულ ეტაპზე წინააღმდეგია. ამავე ვიკიპედიაში წერია, რომ ნოვოროსიისკსა და ფოთს შორის სარკინიგზო საბორნე მარშრუტის აღდგენაზეც კი შეიძლება იყოს საუბარი, ანუ ბორნით რკინიგზის ლიანდაგის გადაჭიმვაზე, ვთქვათ ესე.
კითხვები, რა თქმა უნდა, არის ის, რაც უკავშირდება სტატუსს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არის გადადებული, სწორედ ამას უკავშირდება ძალიან ბევრი საკითხი, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებები არის, მათ შორის კორიდორებთან დაკავშირებით და კორიდორების საკითხიც კი უკავშირდება სტატუსს. სწორედ ამითი არის განპირობებული 2011 წლის აღნიშნული ხელშეკრულებაც, რომ მხოლოდ მითითებული არის კოორდინატები და არა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ასე რომ ჩვენ უნდა ვნახოთ კიდევ ერთი სიუჟეტი, რომელიც ეხება უშუალოდ სომხეთის პრემიერის ვიზიტს და შემდეგ ამ ყველაფერს მოყოლილ გარკვეულ ეჭვებს თუ გარკვეულ საკითხებს. რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხი 1993 წლიდან დღემდე გარკვეული პერიოდულობით ხდება აქტუალური და როგორც წესი, ეს აქტუალობა სომხეთ-რუსეთის ან სომხეთ-საქართველოს ოფიციალური შეხვედრების დროს იჩენს თავს. რკინიგზის აღდგენა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც აფხაზებისთვის, ისე სომხებისთვის, თუმცა ოფიციალური ერევანისთვის ოჩამჩირე ინგირის მონაკვეთის გარეშე დანარჩენის აღდგენა აზრს კარგავს, ხოლო საქართველოს თანხმობის გარეშე ეს უკანასკნელი შეუძლებელია. ოფიციალური თბილისისათვის კი ეს თანხმობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. როგორ მიიღებს მას აზერბაიჯანი, ან როგორ ჩაჯდება ის ასოცირების თუ ვიზა ლიბერალიზაციის კონტექსტში და ბოლოს იქნება ეს რკინიგზა ერთიანი საქართველოს ფარგლებში, თუ მასზე სატრანზიტო მიმოსვლისათვის თბილისი მხოლოდ ენგურამდე იქნება უფლებამოსილი. ვინ იქნება უფლებამოსილი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, კითხვის ნიშნები იყო მანამდეც, იმიტომ მოდელებს თავაზობდა ამ მომრჩეველს, მაგალითად არაერთი პოლიტიკური სუბიექტი სხვადასხვა დროს არჩევნების პერიოდში საქართველოში უგულისხმობ, თავისთავად ცხადია, ინტერესები არის როგორც სომხეთის, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოსი და ასევე ამბოხებული რეგიონების, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვისაც სურს რომ გარკვეული ნამსხვრიის დიდი ნაჭერი მიიღოს. ანუ აქ აფხაზეთის შემთხვევაში აფხაზეთი სურს რომ იყოს დამოუკიდებელი მოთამაშე, შესაბამისად ყველაფერი ეს მიუთითებს იმას, რომ აფხაზეთი, რა თქმა უნდა, არ მისცემს უფლებას რომ დამოუკიდებლად გაიხსნას, სანამ არ გადაწყდება მის სასარგებლოდ სტატუსის საკითხი. და ასევე მე მახსენდება 90-იან წლებში კი არა 2000-იან წლების დასაწყისში საუბარი იყო რომ საერთაშორისო თუ გაიხსნებოდა რკინიგზა საერთაშორისო კონსორციუმი უნდა ყოფილიყო მისი ოპერატორი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ რუსებიც, უკრაინელებიც, ევროპელებიც და ასე შემდეგ. და მე გიორგი ბარემ წარვადგენ ჩვენს მეორე გრაფიკას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სომხეთის პრემიერის ვიზიტის სულაც არ ეხებოდა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთს, ეხებოდა შენს მიერ ხსენებულ მეორე ნაწილს, როკის გვირაბს, კერძოდ პროექტის თანახმად, როკის გვირაბიდან უნდა მოხდეს დაკავშირება, ვთქვათ, ესე სადგანბაჟდება თვირთები, ეს ცალკე თემაა. იმიტომ რომ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მაინც პრობლემურია, გათვალისწინებით იმისა, რომ სხვა ზღვასაშიში ზონა მეწყლებია ძალიან ბევრი და შესაძლებელია თუ არა გაიხსნას როკის გვირაბიდან გზა ვიდრე გორამდე და მე უკვე სომხეთამდე ანუ შემოვიდეს თვირთი. სადგანბაჟდება თვირთი, ეს არის ქართული მხარის კითხვა მთავარი. რა არის იმის გარანტია, რომ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით არ მოხდება შეიარაღების გადატანა, ეს არის მეორე კითხვა, რომელსაც თბილისი ერევანს ეკითხება და იქნება თუ არა საქართველოს მხარეს თვირთების გაცილების და მონიტორინგის საშუალება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ რეექსპორტის საბაბით არ მოხდეს გიუმრის ბაზის მომარაგება. პრინციპში ამ კითხვებზე თბილისი ერის ერევნის, ხოლო ერევანი ალბათ ელის მოსკოვის პასუხს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სწორედ იმ ჭრილში, გიორგი, რაც შენ თქვი. ანუ სამი მუხლი ხო სწორედ ვამბობ, და აი ამ სამი მუხლიდან მეორე ალტერნატივების შექმნა იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 2011 წელს იყო გაფორმებული. და საუბარს ვაგრძელებთ ჩვენ სტუმართან პროფესორ გია ჯაფარიძესთან საქართველოს უნივერსიტეტიდან. მოგესალმებით, ბატონ გია. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველი კითხვა არის, უკანასკნელი 24-25 წელიწადია მოგეხსენებათ, ჩვენ ვსაუბრობთ, უბრალოდ გვესაუბრებიან იმაზე, უნდა გაიხსნას თუ არა აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალი, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ეს ქართულ მედიაშიც. როგორ ფიქრობთ, ხელს შეუწყობს თუ არა ეს კონფლიქტის მოგვარებას ის რომ გაიხსნას, აი მე რო თქვენი ოპონენტი ვიყო, თქვა გეტყოდით რომ ეს კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუწყობს და რა არის ამის კონტრარგუმენტი, რატომ არ უნდა გაიხსნას თქვენი აზრით, ცხადია თუ არ უნდა გაიხსნას ეს სარკინიგზო მონაკვეთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, რამდენადაც მე მივხვდი, კითხვა ეხება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს. დიახ. და ხაზს გაუსვავ, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მათ შორის მედიაში გვესმის ხოლმე აფხაზეთის რკინიგზა და ასე შემდეგ, ეს არასწორია, ეს არის საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის
მონაკვეთი. ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს ხელშეუწყობს თუ არა კონფლიქტის მოგვარებას. თუ ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების რაიმე ჩარჩო შეთანხმებაზე, მაშინ ის შეიძლება იყოს ჩარჩო შეთანხმების ნაწილი. ანუ ჩარჩო შეთანხმებაში გულისხმობთ, რომ ამ შეთანხმებაში კიდევ იქნება ბევრი სხვა პუნქტი, რომელიც შეეხება ამ პრობლემის მოგვარებას. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ცალკე აღებული ის ხელშეუწყობს თუ არა რამეს საერთოდ, ანუ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა, მაშინ მე ცალსახად გეტყვით, რომ არა, პირველი აი ძალიან მარტივი კითხვა, რაც უნდა დავსვათ, გახლავთ ის, რას მოგცემს ეს ჩვენ? ანუ ჩვენ რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნით? მეორე კითხვა, რომელიც ასევე იბადება, ვინ იდგება ფსოუზე, ანუ საქართველოს რუსეთის ფედერაციის საზღვარზე, ვისი მესაზღვრე იდგება? იქნება ეს ქართველი მესაზღვრე, თუ ეს იქნება რუსი მესაზღვრე, თუ ოკუპირებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაყენებული, ეგრეთ წოდებული მესაზღვრე. მესამე კითხვა, ვინ გააკონტროლებს ტვირთს? ანუ გვექნება თუ არა ჩვენ იმის უფლება, გვექნება თუ არა იმის საშუალება, რომ გავაკონტროლოთ, ანუ განვახორციელოთ საბაჟო და ასე შემდეგ ტვირთის კონტროლი საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე. ამ კითხვებზე თუ ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული და მკაფიო პასუხი და მით უმეტეს თუ ეს არ არის რაიმე ჩარჩო ხელშეკრულების ჩარჩო შეთანხმების ნაწილი, მაშინ ცალსახად არა. პანოგია, როგორც დიპლომატს მინდა გკითხოთ, ჩვენ მანამდე ვისაუბრეთ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც მიეცა რუსეთს უფლება, რომ გამხდარიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. მოგეხსენებათ, რომ საუბარი არის სამ კორიდორზე, ერთი არის აფხაზეთის გავლით, მეორე როკის გვირაბზე, მესამე კი ლარსი. აი ამ პუნქტებში, აი ამ სამ კორიდორთან დაკავშირებთან სახმელეთო გზას ვიძახი. როგორ უნდა გადაწყდეს სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაადგილების საკითხი? აძლევს თუ არა, მაგალითად, საქართველოს, ან უნდა მიცეს თუ არა საქართველოს კორიდორის სამხედრო დანიშნულების ტვირთებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს გავლით სამხრეთ მიმართულებით, ეს იქნება სომხეთი თუ კიდევ უფრო იქით, მაგალითად, ირანი. აი, როგორი არის, მაგალითად, თქვენი დიპლომატიური გამოცდილება, რას გვეუბნება ამ შემთხვევაში? თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ და სწორად ახსენეთ ის ხელშეკრულება, რომლითაც ფაქტობრივად, ანუ ის შეთანხმება, რომლითაც ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციას მწვანე აენთო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ამ შეთანხმების თანახმად საქართველოსში შემომავალი ტვირთები უნდა გაკონტროლებულიყო შვეიცარიის ერთ-ერთი კომპანიის საშუალებით. მე დავაზუსტებ, რომ ამ შეთანხმებაში საუბარი არ ყოფილა სამხედრო ტვირთების გადაადგილებაზე. აქ საუბარი არის მხოლოდ იმ ტვირთის გადაადგილებაზე, რომელიც ჩვენს მიერ, ანუ თბილისის მიერ ვერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხორციელდება. რაც შეეხება თქვენი კითხვის, ასე ვთქვათ, მეორე ნაწილს, ჩვენ უნდა მივცეთ თუ არა უფლება რუსეთის ფედერაციას გადაადგილოს სამხედრო დანიშნულების რაიმე ტვირთი, იქნება ეს სამხედრო ტექნიკა თუ რაიმე სამხედრო დანიშნულების ზოგადად ტვირთი. ამაზეც პასუხი არის ცალსახად არა, ამაზე ჩვენ რასაკვირველია უღარი უნდა ვთქვათ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან გრძნობიარე გეოგრაფიულ სივრცეში, სადაც ჩვენს მეზობლებს, უშუალო მეზობლებს და ფართო რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან არ აქვთ ყოველთვის კეთილმეზობლური და მეგობრული დამოკიდებულება. ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ ვართ იმ ფართო რეგიონის სახელმწიფო, სადაც ყველაფერია მშვიდობის გარდა, სადაც გვაქვს ღია კონფლიქტები, სადაც გვაქვს კონფლიქტები, რომელიც იმყოფება ცივ ფაზაში და ნებისმიერ დროს შეიძლება მათი ასე ვთქვათ ცხელ ფაზაში გადასვლა. თავ შევიკავებ და არ დავაკონკრეტებ,
კონკრეტულ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებს, მაგრამ თქვენთვის მე მგონი ნათელი უნდა იყოს თუ რას ვგულისხმობ, ჩვენ ასეთ შემთხვევაში უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახით სამხედრო ტვირთის რუსეთიდან მომავალ სამხედრო ტვირთის გადაადგილებაზე ჩვენი ტერიტორიის გავლით. კიდევ ერთი კითხვა აქვე ამასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ ბატონ გია, ვინ უზრუნველყოფს ზოგადად ტვირთების უსაფრთხოებას? თქვენც აღნიშნეთ შვეიცარიული კომპანია, ჩვენც მე და ირაკლიმაც ვისაუბრეთ, ეს შვეიცარიული კომპანია გახლავთ ლათინური აბრევიატურით SGS, რომელიც მარკირებას მოახდენს ტვირთებისა, აღრიცხავს, მაგრამ აი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების პერიოდში ვინ უზრუნველყოფს ტვირთების უსაფრთხოებას? ზოგადად ვინ უზრუნველყოფს? ანუ ხელშეკრულება რამდენად გამჭირვალეა, ამასაც კითხავთ, შესაძლოა ესეთ რელევანტური კითხვა იყოს უსაფრთხოებას და მონიტორინგსაც მაინც ესე ვთქვათ. ანუ თქვენ რას გულისხმობთ? ანუ მე ვგულისხმობ, რომ მაგალითად როკიდან შემოვიდა შვეიცარიელებმა აღნიშნეს, მარკირება მოახდინეს, რომ ესა და ეს ტვირთია, მაგრამ მაგალითად გორში უკვე როგორ შემოვიდა, ან შემოვიდა თუ არა, მოაღწია თუ არა გორამდე, მაგალითად, ესეც შეიძლება გადავაკონტროლეთ თუ არა. ანუ ვინ უზრუნველყოფს ტვირთების უსაფრთხოებას? დიახ, ეს ხელშეკრულება და ეს არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. აი თქვენ პირველი კითხვა რაც იყო, ჩემი პასუხი იყო, ვინ იდგება საზღვარზე, ხო, ვისი მესაზღვრე იდგება საზღვარზე. საზღვარზე აუცილებლად უნდა იდგეს ჩვენი მესაზღვრე. სხვა შემთხვევაში ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა. რაც შეეხება, ვთქვათ, საბაჟოზე ვინ იდგება, ეს საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, ამას იყენებენ სხვაგანაც, იყენებდნენ და ალბათ მომავალშიც გამოიყენებენ. შესაძლებელია, რომ ვთქვათ, ასეთი მომსახურება გაწიოს სხვა მესამე სახელმწიფოს კომპანიამ. ჩვენ ამ შემთხვევაში, როდესაც ეს შეთანხმება გავაფორმეთ, ვიყენებდით გამოვიყენეთ შვეიცარიის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ჩვენ, ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვქირავდით რისთვის, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც თბილისის ეფექტური ადმინისტრირება ვერ ხორციელდება, თბილისის იურისდიქცია ეფექტურად ვერ ხორციელდება, ის ტვირთების ის გადაადგილება, რომელსაც ადგილი აქვს, ან მომავალში ექნებოდა ადგილი, რომ ყოფილიყო გაკონტროლებული მესამე მხარის მომსახურების გამოყენებით. სწორედ ამიტომ იყო ეს ხელშეკრულება გაფორმებული, ჩვენ მანამდე ამ ხელშეკრულების გაფორმებოდა, თუმცა ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებითაც მოგეხსენებათ, რომ ეს ანუ შვეიცარიული კომპანია იქ არ დგას და რატომღაც შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენ წაუყრუეთ და არ განვახორციელეთ, არ შევასრულეთ, ვერ შესრულდა მოკლედ ის შეთანხმება, რომელიც თავის დროზე იყო დადებული. სწორედ ამ მიზნით იყო დადებული, რომ ამ კომპანიას უნდა განეხორციელებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემომავალი ტვირთის მონიტორინგი, მისი აღრიცხვა და ასე შემდეგ. ამისთვის იყო ზუსტად ეს ხელშეკრულება გაფორმებული. პრინციპულად მნიშვნელოვანია თუ არა, რომ გარდა შვეიცარიული კომპანიისა, განსაკუთრებით საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, რომ იყოს მაინც და მაინც საზღვართან, რუსთავის მაგალითი დავასახელეთ ჩვენ ავტობაზრობისა, იყოს ამ საბაჟო წერტილებში კონტროლი უშუალოდ ქართული მხარის მხრიდანაც. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებთ, არ არის გარანტია, რომ თუნდაც სხვა ტვირთის შეფუთვით რუსეთი ამ ხელშეკრულების ამოქმედებისა და სომხეთამდე ტვირთების რეექსპორტის გათვალისწინებით არ მოახდენს სამხედრო, ეხლა ბუნებრივია ტანკს ვერ ჩაატევს, თქვათ ესე, ღიად ვერ გადაიტანს, მაგრამ გარკვეული სამხედრო ტვირთის გადატანას. ეს ერთი ნაწილია კითხვის და მეორე ნაწილი ხომ არ ფლობთ თქვენს ინფორმაციას, რომ სომხეთის პრემიერის ამასწინდელი ვიზიტი სულაც არ ეხებოდა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთს და ეს პრინციპში უფრო მოგონილი ან გაბუქული თემაა და ეხებოდა სწორედ როკის გვირაბიდან, ანუ ლარსის ალტერნატივა როკის გვირაბიდან ტვირთების შემოტანას. დიახ, პირველ ნაწილს რაც შეეხება თქვენი კითხვის და მართალს ბრძანებთ, რასაკვირველია, შესაძლებელია საბაჟო გამშვები პუნქტი იყოს საზღვრიდან მოშორებით და ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით, ამის შესაძლებლობა რა თქმა უნდა არსებობს. მეორე ნაწილს რაც შეეხება, თქვენ პირველი კითხვაც ამას პირველ კითხვაშიც ახსენეთ. ხო, რასაკვირველია 25 წლის განმავლობაში, ნუ სულ მცირე 20 წლის განმავლობაში ჩვენ ეს მუდმივად გვესმის ამ რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებზე. ცხადია, სომხეთის სახელმწიფოს ეს ინტერესები
გააჩნია, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ინტერესები. ვიზიტს რაც შეეხება, იცით რა, ვიზიტები ხორციელდება როგორც თბილისის მიმართულებით, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დროს ჩადიან და მომავალშიც ჩავლენ ერევანში. ყოველთვის ასეთ ვიზიტებს მოყვება ხოლმე სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები. ასეთ ინფორმაცია მე არ გამაჩნია, რასაკვირველია, შესაძლებელია ეს ასეც ყოფილიყო, შესაძლებელია განხილვის თემა ყოფილიყო საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა, შესაძლებელია ყოფილიყო როკის გვირაბიდან მომავალი სახმელეთო გზის საკითხი. ის რასაც თქვათ ბოლო პერიოდში აი განსაკუთრებით საქართველოსთვის ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ ვადევნებთ თვალს ცოტა მანამდე და ამის შემდეგ არის ერთგვარი გააქტიურება ესე იგი ბრიუსელსა და ერევანს შორის ურთიერთობებში როგორც თქვათ მე ხვდები ჩემი აზრით ერევანში ფიქრობენ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ ევროპის კავშირთან ურთიერთობების გარკვეულ მოდიფიკაციაზე მე საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თქვათ ერევნის რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის თბილისში ვიზიტის დროს იყო ვთქვათ მოლაპარაკების თემა ყოფილიყო ბრიუსელსა და ერევანს შორის ურთიერთობების მოდიფიკაციის პროცესში საქართველოს შუამდგომლობა სომხეთის შემოსულიყო თქვათ ან შეიძლება ყოფილიყო ბატონია უკაცრავად შეგაწყვეტინებთ შეიძლება ყოფილიყო სომხეთის პრემიერის მიერ იმის გადააზრება, იმ გამოცდილების გაზიარების წაღება, დაბრუნება ერევანში, რა გამოცდილებაც აქვს საქართველოს წარმატებული გამოცდილება. ბატონო ირაკლი, ამას მე ვფიქრობ, რომ ამას ცალსახად ხედავთ უკვე სომხეთის მაგალითზე, ანუ ერევანსა და ბრიუსელს შორის დაწყებული არის ახალი ტიპის, ახალი სახის დიალოგი, რასაკვირველია, ეს შესაძლებელია ყოფილიყო, ჩვენი გამოცდილება ნამდვილად არის სომხეთისთვის გასაზიარებელი და გასათვალისწინებელი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ აი დაახლოებით ესეთი ტიპის საკითხები ყოფილიყო განხილული. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ რკინიგზის თემა ან სახმელეთო მოკლედ დერეფნების თემა, რომ კვლავ ყოფილიყო განხილვის საგანი. მე ამოვწურე გიორგი კითხები, მათ შორის დროის სიმცირის გამო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გია საინტერესო ინფორმაციისთვის და კომენტარებისთვის. ბოლოს რისი თქმა შეიძლება ირაკლი? ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოება, ევროკავშირთან სავიზო დაახლოება და ამავე დროს 2011 წლის შეთანხმებაზე მუშაობა, სად გადის წითელი ხაზი, მით უფრო იმ დროს, როდესაც დასავლეთი მუდმივად მოუწოდებს საქართველოს გამონახოს საერთო ენა მის ჩრდილოელ მეზობელთან, ყოველ შემთხვევაში აი ამ ვერტიკალზე მოსკოვი, ერევანი, თეირანი და ასე შემდეგ ამ წითელ ხაზებზე და ძალიან ბევრ დაგროვილ კითხვაზე მე ვფიქრობ მარტის ბოლოს გვექნება გარკვეული პასუხები, არასრულფასოვანი, არასრული, მაგრამ მე ვფიქრობ მივიღებთ გარკვეულ პასუხებს, ასე რომ დაველოდეთ. მე და იმე სხვადასხვა მიღება დამესრულებინა, მაგრამ დაიმედებული გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე დაიმედებული იმ სიტყვით, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა წარმოთქვა გლობალურ კონტექსტში ან რეგიონულ კონტექსტში ძალიან საინტერესოა ბრიუსელსა და ერევანს შორის ურთიერთობის განახლება, დაწყება ახალ სიმაღლეზე აყვანა, იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც თავის დროზე იყო თქვათ ბალტიის სახელმწიფოების ურთიერთობა ხსენებულ ბრიუსელთან, ან მთლიანად დასავლეთთან, კავკასიის ერთ რეგიონად, ერთ ძლიერ რეგიონად წარმოდგენის, მომავალში წარმოდგენის ჭრილშიც. ნახვამდის მომავალ ხუთშაბათამდე. Got you.